საქართველოს პრეზიდენტმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისი სამუშაო კაბინეტი ავლაბრის რეზიდენციაში დარჩება. ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, რისთვის რემონტდება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია და რისთვის იხარჯება მილიონები. არც პრემიერი, არც მთავრობა და არც პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციას არ აღიარებენ. უფუნქციო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია. ათონელის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში რჩება. მე ვიცი მე სადაც მუშაობ და ვიცი ის რა ფუნქცია აქვს ავლაბრის რეზიდენციას. დანარჩენ ქონებაზე ალბათ ადეკვატურად უნდა შეეკითხოთ შესაბამის ხელმძღვანელებს. ათონელის რეზიდენციაში გადასვლას არც პრემიერი და მთავრობის ადმინისტრაცია აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში რამდენიმე რეზიდენცია არსებობდეს. მარგულაშვილი დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა ჩვენ რაღაც ახალს მოვიფიქრე. მე პირადად არ მაქვს სურვილი რომ გადავიდე ათონელის ახალ რეზიდენციაში, იმიტომ რომ მაშინ რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითარდეს კარგად. ფეხზე უნდა დადგეს ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, ჩვენი ხალხი, შემდეგ ვიზრუნოთ ახალ რეზიდენციაზე. დავით ნარმანია ინფრასტრუქტურის მინისტრობისას ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა. ეს არის ძალიან ძვირფასი შენობა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შენობა ქალაქისთვის და თვითონ საერთოდ ქალაქ განვითარებისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა, საინტერესო საკითხია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გადასაწყვეტი საკითხია თუ რა ბედი ეწევა მას. ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ ვის დარჩება ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა. მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი არც იმ თანხას ასახელებს, რაც ბიუჯეტს მისი გარემონტება დაუჯდა. ამბობს მხოლოდ იმას, რომ სამუშაოები მომავალი წლის მაისის თვეში დასრულდება. ამიტომ რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ ათონელზე დაგეგმილი გეგმაგრაფიკის თანახმად მიმდინარეობს სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება თუ რა სტატუსი ექნება სამომავლოდ აღნიშნულ შენობას, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო მთავრობა. ზუსტად 1 წლის წინ იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებით საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადავიდოდა. თუმცა არჩევის შემდეგ გიორგი მარგულაშვილისთვის ავლაბრის რეზიდენცია ზედმეტად პომპეზური აღარ აღმოჩნდა.